ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. უკვე 200 დღეზე მეტია მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან და ქართული ოცნების პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ვიდრე ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება და უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, პროტესტი არ შეწყდება, რადგან ქართული ოცნება მომავალს ართმევს ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს. პროტესტი მუშაობს. ის რომ პროტესტი მუშაობს, ჩვენ შეგვიძლია ეს ამბავი ამოვიკითხოთ იმ საერთაშორისო განცხადებებში და პრაქტიკულად არაღიარების პოლიტიკაში, რომელიც როგორც ამერიკის, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებში ვლინდება. ჩვენ ვიცით, რომ ამ უწყვეტი პროტესტის გამო რეჟიმს ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა რაც ექნება ეს არის რომ არ არის ის აღიარებული ევროკავშირის და დასავლეთის დიდი ქვეყნების და დიდი მოთამაშეების შეიძლება ითქვას რომ მთავარი ქვეყნების მხრიდან შესაბამისად ეს რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და თითოეულ გადაწყვეტილებას რასაც უყურებთ ჩვენ ამ რეჟიმის არის მიმართული იმისკენ რომ როგორღაც ფორმალურად მაინც შექმნან რომ თითქოს ისინი არიან აღიარებული დასავლეთის მიერ. ეს არის პირველი შედეგი რაც რეალურად ამ პროტესტმა მოიტანა და მეორე შედეგი ამ პროტესტის არის ის რომ ბევრი ადამიანისთვის რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ანუ მათთვისაც ფიქრობ რომ სამაგალითოა ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ხალხი უწყოტად დგას გარეთ ზოგიერთი მათგანი შეიძლება ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ახერხებს ჩვენთან ერთად დგომას მაგრამ ისინი ამ ხარდაჭერას გამოხატავენ სხვადასხვა ფორმით რა თქმა უნდა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მათაც იცოდნენ ანუ იმ ადამიანებმა რომლებიც ახლა შეიძლება ჩვენ გვერდით არ დგანან მათ იცოდნენ რომ ჩვენ აქ ვართ აქ ვიდგებით მანამ რეალურად ის პოლიტიკა რაც ეხა ჩვენ ქვეყანაში ტარდება არ შეიცვლება ანუ გულისხმობ ის რომ ჩვენ ეხა როგორც კი აღმოჩნდით ამ რუსულ ჩინურ რაღაცა ირანული გავლენის ქვეშ ეს ამბავი შევცვალოთ დაუბრუნდეთ ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს და ავიღოთ გეზი რა თქმა უნდა ჩვენი ისტორიული დასავლეთისკენ ის რაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ კონსტიტუციაში გვიწერია რაც ჩვენი წინაპრების ასე ვთქვათ მონაპოვარია და რასაც თითეული ჩვენთაგანი ამ წლების განმავლობაში ვაშენებდით მათ შორის იმ დასავლეთის ქვეყნების დახმარებით. ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს როგორც მოგეხსენებათ მასივად მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის ლიდერების დაკავება, მათ ის სამართ საქმეების აღზრვა. პირადად ჩემი პარტიიდან 3 ლიდერი დაკავებულია ნიკა გვარამია, დაკავებულია ნიკა მელია, დაკავებულია ზურაგიჩი ჯაფარიძე. ამან ქვეყანაში უკვე მიიღო რეპრესიული სახე. ჩვენ უკვე ქვეყნის მასშტაბით უკვე ვიმსგავსებით რუსეთს, არანაირი სხვაობა აღარაა დღევანდელ რუსეთსა და დღევანდელ საქართველოს შორის. პროტესტი რაც კარგია და რაც მისასალმებელია საქართველოში გრძელდება 201 დღეა დღეს ქართველი ხალხი ისევ იმაზე დგას და რჩება რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის დასავლეთი ჩვენი ქვეყნის ღირებულებები არის დასავლური ღირებულებები შესაბამისად რამდენი დღეც არ უნდა სჭირდეს ქართულ ხალხს ამ თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება და საქართველოს დაუბრუნდება თავის ისტორიულ ადგილს ევროპაში. საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდნენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.